ბოლოს ვიდეო დავდე მოღალატე ცოლი არ არსებობს მეთქი. კარგად ხნის წინ იყო ეგა მარტში იყო. და მე პატრიარქის ამბები დაემთხვა და პასუხი რო გამეცა იქ საწინააღმდეგო აზრი ვინც დამიწერა. მაგათთვის პასუხი რო გამეცა შევიკავი თავი რა მაინც ახლა ეს პატრიარქის ამბავი რო მოხდა არ გამოდიოდა ლამაზე ახლა ამ თემაზე მელაპარაკა რაღაცები. და ახლა გაქცევთ პასუხს, ოღონდ იმ ადამიანებს ვინც არგუმენტირებულად საწინააღმდეგო დამიწერეთ. არგუმენტირებულად რაღაცა თქვენი მიზეზი თქვით და დამიწერეთ. და მასეთ იყო 3. მეტი არა, არც მეტი, არც ნაკლები. აი, 3 სახის არგუმენტი იყო ჩემი ნათქვამის საწინააღმდეგო. და იქ ახლა ყალბი გვერდებიდან რო წერდნენ რაღაცას რო ილანძღებოდნენ და იკბინებოდნენ, იმათ პასუხისგებლად საერთოდ როგორ ჩავთვლი, იმიტომ რომ ეთყობას რაღაცა მოხვდათ, გამიგეთ, აი ამოიცნეს საკუთარი საახლობლოში ვიღაცა მასეთი და ვერ გაბედეს, იმით რა ქვია, თავისი ნამდვილი გვერდით რაღაცის დაწერა და მასე წერდნენ და მოკლედ მაგათ არც განვიხილა მაგათთვის პასუხს. ეხლა რა სახის ის 3 რა არგუმენტი იყო? პირველი ძირთად იყო ანუ იმიტომ ღალატობს, ანუ რაც უნდა მაგარი ქმარი ყავდესო, ქალსო, ის შეიძლება გაუმაძღარი იყოსო და მაინც უღალატოსო. გადაყოლილი იყო შეიძლება ქმარი, ყველაფერი ქონდეს ამ ქალსო, არაფერი არ კიდესო, არა, გაუმაძღარი იყოსო და გაუმაძღარში ხო ხვდებით, რასაც გულისხმობენ. ანუ საძოლში გაუმაძღარი. კაი, თქვა გაუმაძღარია ქალი. მაგრამ გავიაროთ ახლა ორ ეტაპადაა ეგ ვარიანტი, ესე იგი ორი ვარიანტია მაგ. პირველი ის არის რომ შეიძლება ეს გოგო რო გათხოვდა, ქალიშვილი იყო, ხო? და არისოდა ახლა გოგო გაუმაძღარი იყო ამ საქმეში თუ გამაძღარი თუ ვინც იყო. მაგრამ მეორე ქორწილის მეორე დღეს პახმელიაზე ხო არ გაიწევდა ვიღაცისკენ, ხო? რაღაცა პერიოდი ხო დაჭირდებოდა რომ ეს მიხვდარიყო რომ ეს არ ყოფნის ეს კაცი რა. რაღაცა დრო ხო უნდა და მე იმ ვიდეოს რო წერდი რომ ეს ყველაფერი იმის ბრალია მეთქი გვახსენებ რა ქვია გაუმხელელობის მეთქი. აი ზუსტად იქ ვიგულისხმე. რატო არ გაუმხილა ამ გოგომ ამ ქმარს რომ მე არ მყოფნის ბიძია შენი შურუბა ვორდი მინდა ადბოინი მალაკტოკი მინდაო. ეგ რატო არ უთხრა? ანუ არ ენდობოდა და იმიტომ არ უთხრა. ესე იგი ამ პერიოდში ქმარმა ვერ მოიპოვა იმის ნდობა რომ ამ გოგოს ეთქვა რომ არ მყოფნი ხარ შენ შვილო არა რაღაცა მოიმოქმედე. ესე იგი ვისი ბრალია მოდის? ქმარის. ამ შემთხვევაში არის ქმარის ბრალი, ქალი თუ გაუმაძღარია და კაცი ამას ვერ ხვდება, კაცის ბრალია. ახლა მეორე ვარიანტი. პირველში ხო ვთქვი რომ ქალიშვილი იყო, ზოგადად არ იცოდაო. თქვათ მოიყვანა გადაზაღლებული ეს ნათრევი მოათრია ვიღაცა და ამ შემთხვევაში ხო იცოდა ამ გოგომ რაც იყო, გაუმაძღარი იყო თუ ყოფნიდა თუ რაც არა. რა გამოდის ახლა, ანუ უცხო მოიყვანა? არ კითხა როგორი იყო ამ საქმეში, არ გაარკვია, ესე იგი უცხო მოიყვანა. არ იცოდა ვინ მოყავდა. და ვისი ბრალია? ქმრის ბრალია. ორივე შემთხვევაში ქმრის ბრალია. თუ ქალი გაუმაძღარია და კაცი ამას ვერ ხვდება, აბა ვინ უნდა იცოდეს, ქმარმა თუ არის მეზობელმა ჯემალა? მოკლედ, ამ შემთხვევაში არის კაცის ბრალი. რაც გინდათ ახლა თქვენ რაც არ უნდა არგუმენტი მოიყვანოთ, მაინც კაცის ბრალია რა. ახლა მეორე არგუმენტი რა იყო? საწინააღმდეგო. კაცო გაშორდესო და მე რაც უნდა ის უქნიაო. ვის უნდა გაშორდეს ქალო? ქალები ამბობდნენ ამას ძირითადად. ზოგს შვილიშვილები ყავს რომ მიხვდება რომ აღარ უნდა ეს კაცი და ეს კაცი ცუდად იქცევა რაღაცა ყლეობებს აკეთებს, რა ვიცი, ბევრი შეიძლება იყოს ექსაქციელი. უკვე შვილიშვილები ყავენ. და რანაირად გაშორდეს საქართველოა კაცო ის ხო რა ევროპა და ამერიკა 80 წელიწადს რო არიან მაშინ შეიძლება რომ გაშორდნენ და ისა ქვია პრობლემა არა. საქართველოა ბიზია საქართველო ვერ გაშორდები ასე ადვილად რა უნდა უთხრა რო შორდები ვიღაცა მინდა და იმიტომ შორდებიო ასე არტება ქვეყანაში აი ეგ არის სისულელია დემაგოგია არგუმენტია ეგ მე თუ მკითხავ რა ეს არგუმენტი არა ეს გამოსავალი არა კი ბატონო ვერ შორდება და მაგით უნდა ქნას მე თუ მკითხავ რა იმიტომ რომ ეკუთნის იმ კაცი ცუდად რო იქცევა იმიტომ ანუ გაშორდეს და მე რაც უნდა ქნას იმის მიზეზად ბევრი რაღაცა შეიძლება იყოს რა და მესამე იყო სანაირი არგუმენტი ესე იგი რელიგიურადო ეგ რომ ბრუშობაო და ცოდვაო მერე ვიცი რომ მდინარე დაღმამიდის მერე ბრუშობა როა ცოდვა როა და ამორალური როა იმიტომ ქვია ღალატი და იმიტომ ქვია ცუდი სახელი თორე აბა კარგი რო იყოს და მადლი რო იყოს მაშინ აგზალული ხო არ იქნებოდა და ყველასთან ხო იზამდა ეს რანაირი არგუმენტი იყო რაც ვიცი რომ ცოდვაა კი ბატონო მაგრამ ყველა მისი ცოდვა და როზა მისი თეატრიოს კაცო თქვენ ვინ გეკითხებათ შენ მეზობელი ვიღაცა ქალი თუ რაღაცას აკეთებ და შენ კი არ მოგეთხოვება 100 წლის მერე კაცო
ვინ გეკითხება იმისი თვითია და იმან ატაროს კაცო ამიტომ ქალებო ამ თემას ახლა აღარ დაუბრუნდები მეტი კაცო რა ამბავია მე ახლა ფემინისტი გამოვედი ხო ერთი იყო კიდე ხო შენ ამას ამ ვიდეოს იმიტოწერო რამოდენიმე მითხრა ქალების გული გინდა მოიგოო და მასეც რო იყოს აბა კაცების გულს ხო არ მოვიგებ კაცო ხო ქალების გულის მოგება კაია ნუ კომპლიმენტად ვღებულობ მაგას მოგლეთ ქალებო თუ ვინმე მიცანეთ ახლა ამ ვიდეოში თქვენი თავი თქვენი ბრალი არაფერი არა თქვენი სირიქმრების ბრალია ყველაფერი და დაიგიდეთ რა